პარლამენტის სხდომა პოლიტიკური განცხადებებით გაიხსნა ქართული ოცნების დეპუტატებმა ხელისუფლების პოლიტიკაზე ისაუბრეს, რომლის მიზანიც მშვიდობის და სტაბილურობის შენარჩუნებაა. განცხადებები გაკეთდა ევროპელი ბიუროკრატების მხრიდან უსაფუძვლო ბრალდებებსა და ქართული ოპოზიციის ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებზეც. მაკუნა აბულაძე გვეტყვის უფრო მეც, ის პარლამენტიდან გვერდდება პირდაპირ ეთერში. ბევრი მიმართულებით მოვისმინეთ პოლიტიკური განცხადებები პლენარული სხდომიდან, თუმცა დავიწყოთ იმით, რომ ქვეყნის პირველმა კანონმდებელმა შეაჯამა საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი ბულგარეთში. მოვისმინეთ, რომ ახლა ჩვენს ქვეყანას შესანიშნავი შესაძლებლობა აქვს, რომ გახდეს იყოს შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარე ქვეყანა. ამ შესაძლებლობას კი, რა თქმა უნდა, ქართული მხარე ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხის თუ ნაბიჯების გადასადგმელად გამოიყენებს, რასაც ქვია შუა დერეფანი და ამ დერეფანში ჩვენი ქვეყნის განსაკუთრებული როლი. რა თქმა უნდა, მეზობელ ქვეყნებთან ერთად დაკავშირებადობა ახლა ახალ გეოპოლიტიკურ მოცემულობაში ეს საინტერესო არა მხოლოდ ევროპისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის. შესაბამისად, საქართველოს როლი ამ პროცესში განსაკუთრებულია. ამიტომაც ქართული მხარე აქცენტს სწორედ ამაზე გააკეთებს მომდევნო 6 თვის განმავლობაში. მოვისმენთ ისიც, რომ ასამბლეის წევრი ყველა ქვეყანა საუბრობდა მშვიდობის აუცილებლობაზე, მშვიდობა, რომელიც პრინციპში არის მთავარი გარანტი ნებისმიერი ქვეყნის ეკონომიკური წარმატების. ბულგარეთისგან საქართველოს პარლამენტმა გადმოვიბარეთ ასამბლეის თავმჯდომარეობა შემდეგი 6 თვის განმავლობაში. წარმოადგენთ მათ შორის ჩვენი თავმჯდომარეობის პრიორიტეტები, რაც გახლავთ დაკავშირებადობის, ეკონომიკური თანამშრომლობის, საპარლამენტო დიპლომატიის გაძლიერება და ხელშეწყობა. ჩვენ გვინდა რომ ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეობა გამოვიყენოთ იმისთვის, რომ შავი ზღვა, შუა დერეფანი, როგორც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი ხიდი კიდევ უფრო წინ წავწიოთ მის საპარლამენტო განზომილებაში. უნიკალური შესაძლებლობა არის ჩვენი ქვეყნისთვის ის, რომ 6 თვე საქართველოს უხელმძღვანელებს და კონკრეტულად ბატონი შალვა იქნება ამ ორგანიზაციის 6 თვის განმავლობაში პრეზიდენტი. ამიტომ ამას გამოვიყენებთ ჩვენ იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტად გაძლიერდეს ის ეკონომიკური კავშირები, რომელიც გვაქვს ამ ქვეყნებთან. დარწმუნებული ვარ, ის დაგეგმილი მთელი რიგი ნაბიჯები, რომელსაც ამ 6 თვის განმავლობაში განსაკუთრებით იმ აქტივობებს, რომელსაც განვახორციელებთ ამ ფორმატის მეშვეობით, კიდევ ერთი შესაძლებლობა იქნება ქართველი ხალხისთვის, თითოეული ქართველი ოჯახისთვის, რომ მეტი ეკონომიკური წინსვლა იყოს. კანონმდებლებმა ყურადღება გაამახვილეს იმაზეც, რომ ახალ გეოპოლიტიკურ მოცემულობაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოს სტაბილური და მშვიდი განვითარება. ხელისუფლება, რომელიც პრაგმატული პოლიტიკით და ერთი იდეით ახორციელებს რეფორმებს და ეს იდეა არის ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვა და რა თქმა უნდა მშვიდობის შენარჩუნება. შესაბამისად, ამ სტაბილური განვითარების ფონზე სულ უფრო თვალსაჩინოა ის წარმატებები და პროგრესი, რომელიც ჩვენს ქვეყანას აქვს და რომელზეც სულ უფრო ხშირად საუბრობენ საერთაშორისო ორგანიზაციები, მათ შორის საქართველოს ეკონომიკურ ზრდაზე. სულ ახლახანს იყო ევროკომისიის ანგარიშიც, სადაც უპრეცედენტოდ მაღალი ეკონომიკური ზრდა იყო პროგნოზირებული. თუმცა ამ პროგრესის და წარმატების ფონზე კანონმდებლობის თქმით შეუძლებელია ყურადღება არ გამახვილდეს იმაზე, როგორ ხედავს ამას ევროპული ბიუროკრატია. უფრო სწორად, ისინი არ აპირებენ, რომ დაინახონ საქართველოს წარმატება მიზანმიმართულად და ამ რადიკალურ პროცესებში ქვეყნის წინააღმდეგ ჩართულია ქართული ოპოზიციაც. რაც შეეხება პლენარულ სხდომათა დარბაზში ოპოზიციის ფლანგზე მყოფ გახარიას პარტიის წარმომადგენლებს, მათ ისაუბრეს საკუთარი ლიდერის მიმართ წარდგენილ ბრალზე, ასევე ჩორჩანის ეპიზოდზე. მოვისმენთ, რომ ეს არის მიზანმიმართული შურისძიება გახარიას მიმართ და აბსურდულია ბრალდება, თუმცა მათ მალევე უპასუხეს ქართული ოცნებიდან, საიდანაც შეახსენეს, რომ ამ თემაზე საუბარი მათთვის არა მომგებიანია. წარმოიდგინეთ, ბრიტანულმა და ევროპულმა ფონდებმა 22 მედიას საშუალება დააფინანსეს 17.5 მილიონი ლარით. მედიას იყენებენ არა როგორც თავისუფალ ინსტიტუტს, არამედ როგორც პოლიტიკურ იარაღს, იქნას მაქსიმალურად გამოყენებული, რომ რაიმე გავლენის მცდელობა მოახერხონ საზოგადოებრივ აზრზე. იმიტომ რომ
ხელოვნურად შექმნილი პროტესტი, მისი მუდმივი შენარჩუნება და სახელმწიფოს დელეგიტიმაციის მცდელობა მათთვის ერთადერთი ინსტრუმენტია. დღეს საქართველოს წამყვან პოზიციებს ინარჩუნებს სხვადასხვა მიმართულებით. იქნება ეს ადამიანის უფლებები, დემოკრატია, კეთილდღეობა, ეკონომიკური ზრდა თუ კორუფციასთან ბრძოლა. ეს მიმართულებების მცირე ჩამონათვალია, რითიც საქართველოს წინ უსწრებს არაერთ კანდიდატ თუ ევროკავშირის წევრ ქვეყანას. ჩნდება კითხვები. რატომ ვერ ან არ სურთ რომ დაინახონ საქართველოს მისწრაფებები და განვითარების ტემპი? რატომ იზრდება საქართველოს ეს ზეწოლა მიუხედავად იმ პროგრესისა, რასაც საქართველოს ხელისუფლება ახორციელებს და იმის მაგივრად, რომ ეგრეთ წოდებული ოპოზიციური ფლანგი ზრუნავდეს და მაქსიმალურად იცავდეს ქართველი ხალხის ინტერესებს, მიმართავენ გამიზნულ კამპანიებს და ვიზა ლიბერალიზაციის შეწყვეტასთან დაკავშირებით და ქვეყნის გარეთ ცრუ ინფორმაციით არიან დაკავებულნი. როგორი მოსათმენია, რომ აი ამ ყველაფრის ფონზე, როდესაც ჩვენმა ქვეყანამ აი ამ უახლოეს ისტორიაში ასე ხანგრძლივად შეინარჩუნა მშვიდობა, აგენტურად გადაქცეული უცხო ქვეყნისაგან, უცხო ქვეყნის ძალებისაგან მართული ადამიანები ასე დაჟინებით ცდილობენ საკუთარი სამშობლოს დაქცევას. ამაზე რძენად იქცა თითქმის ყოველ დღე ევროკავშირის სტრუქტურებში მოკალათებული ზოგიერთი პოლიტიკოსის ესე დაჟინებით ამოჩენება ჩვენი ხალხის. ქართული მიწის დაცვის საქმეზე გიორგი გახარიას მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნით ოცნება ღალატობს საქართველოს ეროვნულ ინტერესებს. სიმართლე კი არის ის, რომ გიორგი გახარიამ საპოლიციო საგუშაგოს განთავსებით მცოცავი ოკუპაცია მშვიდობიანი და კანონიერი მეთოდებით შეაჩერა და საპოლიციო საგუშაგოს განთავსებით ქვეყანას შეუნარჩუნა კონტროლი ჩვენს მიწებზე. ეფექტური კონტროლი დაგვაკარგინეს ამ ტერიტორიაზე, თორე ჩვენ ეგრე ცხინვალიც არ დაგვიკარგავს. ცხინვალზე არ აქვს ეფექტური კონტროლი და არანაირი კონტროლი. და მანამდე, ვიდრე ამ საგუშაგოს ჩადგმა მოხდებოდა, ეს ეფექტური კონტროლი არსებობდა. ეს უამრავი ფაქტით დასტურდება. ხომ იყო საუბარი, რომ ამ ტერიტორიიდან ხალხს იტაცებდნენ, თითქოს ცხინვალის ციხეში გადაყავდათ, ხომ დადასტურდა, რომ ეს ასე არ იყო. ხო დადასტურდა ის და მოსახლეობა ლაპარაკობს. არ არის შორს ეს სოფლები და შეგვიძლია ერთად მივიდეთ და კიდევ ერთხელ ვკითხოთ ამ ხალხს. პლენარულ სხდომაზე პოლიტიკური განცხადებები დასრულებულია, კანონმდებლები ახლა დღის წესრიგში არსებულ სხვა საკითხებზე მსჯელობენ. ეს მაკუნა აბულაძე იყო.